საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამყოფი ხაზის მიმდებარე 3 სოფლის ზედა და ქვედა ნიქოზის, ასევე ზემოხვითის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის ღირებულება 3.400.000 ლარია. ფინანსები მსოფლიო ბანკმა გამოგვიყო. 3000-ზე მეტი მოსახლე წყალს მიიღებს 24 საათიან რეჟიმში. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა 5 ჭაბურღილი, 1 რეზერვუარი, საკლორატორო და სატუმბის სადგური. გარემონტდა 39 კილომეტრიანი ქსელი. ინდივიდუალური გამრიცხველიანებისთვის 880 წყლის აღრიცხვის კვანძი დამონტაჟდა. სოფელ ზემო ნიქოზში, ქვემო ნიქოზში და სოფელ ხვიტში განხორციელდა წყალმომარაგების ახალი პროექტი, რომელიც დაჯდა 3.400.000 ლარი. დაფინანსების წყარო გახლავთ მსოფლიო ბანკი. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, როგორც აღნიშნე, გააკეთა ახალი რეზერვუარი, ახალი გამწვენდი და საკლორატორო ნაგებობები, რითიც ექნება მიმდებარე სოფლებს 24 საათიანი წყალმომარაგება.